ყველა დეტალს ვამზადებ ხელით, ჩემით, არ ვყიდულობ არაფერს და მაქსიმალურად მიმსგავსებულ დეტალიზაციას ვაკეთებ. ამ პატარა დეტალებს მრავალწლიანი გამოცდილება, ათასობით საათის შრომა და ერთი მიზანი აერთიანებს. მატყლისგან ისეთი ფიგურების შექმნას, რომლებიც რეალურს მაქსიმალურად დაემსგავსება. ნელიკო ბაჩიაშვილი უკვე მერვე წელია თექისგან, ცხოველებისა და ადამიანების იდენტურ გამოსახულებებს ქმნის. ცხოველები მიყვარს უზომოდ და მომწონს ნამუშევრები, რომელიც იდენტურობასთან არის ახლოს, ანუ ბეწვი, შესაბამისად თექის ნამუშევარი უფრო ახლოს არის ბეწვის სტრუქტურასთან, იმფაქტურასთან, როგორც ფისოები არის, ცუგები და სხვადასხვა ცხოველები, ამიტომ მინდა და მემუშავა თექით. ხელოვნებასთან მისი კავშირი კი ბევრად ადრე დაიწყო. პირველი შეხება ხელოვნებასთან ჩემი იყო 5 წლის ასაკიდან, როდესაც პირველად მიყიდეს პლასტელინები და ამით თან თამაშობდი, თან ფიგურებს ვწერწავდი. შემდეგ უკვე წლებთან ერთად განვითარდა ეს ჩემი ხელოვნების მიმართ ინტერესიც, უფრო მეტად დავხვეწე ხელი და ეს თამაში გადავედი უკვე მიმსგავსებულ ფიგურებზე. შემდეგ დავიწყე მეც მცდელობები, თექით მინდოდა ნამუშევრების კეთება. მაგრამ იმდენად წარუმატებელი იყო პირველი ნამუშევრები, საშინელება გამოვიდა, რამოდენიმეჯერ დავშალე. მართალია, ცოტა მეშინოდა პირველ ჯერზე, რამდენად გამომივიდოდა და შევძლებდი, მაგრამ ვეჭიდებოდი რაღაც სირთულეებს. ამითი უკვე განვავითარე და უკვე ვსწავლობდი. ყოველი ახალი ნამუშევარი იყო განვითარება და სწავლა. დღემდე ასე მოვდივარ. ერთი ფიგურის შექმნას რამდენიმე დღე სჭირდება. თითოეული მათგანი დიდი სურვილის და ნებისყოფის შედეგია. რადგან კეთდება ძალიან წვრილი ნემსით და ათასობით დარტყმა გიწევს, ერთ ფიგურას სავარაუდოდ 3-დან 5 დღემდე სჭირდება, ან უფრო მეტი. ისეთი საქმეა, სადაც გინდა მოთავსდე, შეგიძლია აკეთო. დღეს მისი ნამუშევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს. თითოეული მათგანი ადამიანებს საკუთარ ოთხფეხა მეგობარს ახსენებს და მათთან დაკავშირებულ მოგონებებს ინახავს. ამერიკაში და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, ავსტრალიაში, ჰონგ-კონგშიც კი გავაგზავნე, ძალიან ბევრ ადგილას. ძალიან ბევრია ესეთი ვიდეოებს მიგზავნიან ხოლმე, როცა ჩუქნიან, როგორი ემოციები აქვს. მოტივაცია უდიდესი იმ ემოციას, როცა უყურებ, რომ ვიღაცამ ვიღაცას აჩუქა და ისე მოეწონა. ცოტა დაუჯერებელია, რომ ეს მართლა მე ვაკეთებ ეს რაღაცას, რომ ამდენად მართლა მოწონთ, უკვე საკუთარ თავს ეკითხები, რომ მართლა მოწონთ. ნელიკო თელავში ცხოვრობს და მუშაობს. მშობლიური ქალაქის დატოვებაზე კი არასდროს უფიქრია. ხშირად უკითხავთ, რომ იცი თქვენ თბილისში რატო არ ხართ? აქ რატო ხარ? აბა სად უნდა ვიყო? აქ დავიბადე, აქ გავიზარდე, აქ არის ჩემი ყველაფერი. რატო უნდა წავიდე, როცა შემიძლია აქაც ვაკეთო? წლები გადის, მაგრამ მისთვის მთავარი კონკურენტი ისევ ის პატარა გოგოა, რომელიც 5 წლის ასაკში პირველ ფიგურებს ძერწავდა. როცა უნდა დიდი დრო მუშაობდე, ყოველთვის არის რაღაც ახალი გამოწვევა, ახალი სირთულე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც უნდა მოგბეზრდეს, ან უნდა დანებდე, ან ვინმე აღარ მინდა, არა, პირიქით საკუთარი თავი უნდა გამოცადო ყოველ სირთულეში და ყოველ ჯერზე. ყოველთვის, იმ პატარა ნელიკოს ვეჯიბრები, ვინც ის პლასტელინებით ძერწავდა. და მეთქი, იმაზე კაი ხო არის, ხო ცოტა უკეთესი არის, ხო, შენ თავს უნდა ეჯიბრო ყოველ ჯერზე, თორე სხვას, ახლა უკეთესი ყოველთვის იქნება. ნელიკოსთვის ყოველი ახალი ფიგურა საკუთარი თავის გამოცდაა, ხოლო იმ 5 წლის გოგონასთვის, რომელიც ერთ დროს პლასტილინით თამაშობდა, ყველაზე დიდი ბედნიერება.